ეხლა იმაზე ვფიქრობდი, რომ მოკლედ ეხლა მაქვს ფინანსების მოდული და რაღაც კითხვებს ჩამოვრჩი და წინა ლექციაზე ვუსმინე კაიხანს, მაგრამ კაპები მიკეთია და ცოტა ვჩლიფინებ. ხო, წინა ლექციაზე ვუსმინე და ყველაფერი გავიგე, საინტერესო იყო და ასე შემდეგ, მაგრამ საათნახევრიანი ლექცია იყო და ბოლო ნახევარსაათი ძალიან ზონაუთი დამემართა. ხო და ვერ რაღაცნაირად მოკლედ მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა, გამომდიოდა და მომწონდა. მაგრამ უნივერსიტეტში ვერ ვიტანდი ბუღალტერიას და ფინანსებს. და ეხლაც რაღაცა გული არ მიმიტის. ხო და ეხლა ვკითხე ChatGPT-ს, რომ შეიძლება თუ არა, უბრალოდ ChatGPT-ს კი არ ვკითხე, დავგუგლე. მაგრამ იმის რა ქვია, Google-ის AI overview ძალიან კარგი ანალიზი გამიკეთა. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება მათემატიკა გიყვარდეს, მაგრამ არ გიყვარდეს ფინანსები. ხო და ჯერ მეუბნება, რომ რა საინტერესო პოზიციაა. უფრო სწორად, ინგლისურად უნდა წავიკითხო რა, ბოდიში მსმენელებო. It's an interesting position to be in. სახილის ნიშანი. ახთოვანდა, ამითაც კი, რა თქმა უნდა, ხო არ იმას მიზანდა რა ქვია. discouragement-ს ხარ გამიკეთებდა და მომიკლავდა ყველანაირ мотивაციას უნდა მითხრას, რა არაჩვეულებრივი და აღმართოვანებელი ვერ მივხვდოთ იმისა, რომ რაღაც არ მომწონს. ხო და მე გააკეთა ესეთი ესა რა ქვია, შედარება რა. მათემატიკაზე ამბობს, რომ ეს არისო ლოგიკაზე, მტკიცებულებებზე, პატერნებზე და ციფრების სილამაზე და სტრუქტურა არისო და ინტელექტუალური ძიება არისო. და ფინანსებიო არის სფერო, რომელიც მათემატიკას იყენებს როგორც თულსო, რომ ფული მართოსო და რისკს, ინვესტიციებს, გადაწყვეტილებებს და მარკეტის იმას რა ქვია, ქცევას ცდილობს, რომ იწინასწარმეტყველოსო. და მისი პირველადი მიზანი არისო პრაქტიკული, რომ მისი wealth როგორ არის? ფული, ფულიო რომ იყოსო, ბევრიო რა და რისკი მას ქნასო. ხო და ეხლა როგორი ანალიზი გამიკეთა, რომ რატო შეიძლება მიყვარდეს მათემატიკა, მაგრამ არ მიყვარდეს ფინანსები. შენო მათემატიკა გიყვარსო სავარაუდოდ იმის გამო, რომ elegance and certainty of its principles. Elegance რა ლამაზად ჩამოყალიბებული სიტყვა. ელეგანტური პრინციპები აქვსო ესეთი რა. და განსაზღვრული არისო. და ფინანსები ალბათ იმიტომ არ მოგწონსო, რომ ნამდვილ სამყაროს სიგიჟესთან არის კავშირშიო, ეთიკურ questionable ეთიკურ თემებთანო და მისი რა ქვია, ადამიანების არა წინასწარ მეტყველურ ქცევაზეო. რა ქვია მაგას? არა წინასწარ მეტყველურ ქცევას. რაღაც ენაზე მადგას და. ხო და ესე გამიანალიზა AI-მ რატომ შეიძლება მიყვარდეს მათემატიკა, მაგრამ არ მიყვარდეს ფინანსები. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, საბა, ბარბარა, ვკითხველო, ყველას გეკითხებით, თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ფინანსებსა და მათემატიკის გადაკვეთასთან და საიდან მიხვედით ფინანსების სიყვარულამდე. ფული მეც მიყვარს ხალხმა, ესე არ გაიგოთ. უბრალოდ მთელი ეს stock market-ის და ბუღალტერია და ის აიწია და ამან დაიწია და მერე ამის გამოთვლა და ასე შემდეგ. ინტუიტიურად ვუდგები. და გარკვევაში პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ არ მიზიდავს. პირდაპირ მირჩევნია, რომ რაღაც, არაფერი, რაღაცებს ზომავ, ძალიან ზომველი ვარ, მაგრამ თან ეს არ მომწონს.
ხო და არ ვიცი რაღაცნაირად უნდა მეტი ჩავეძიო და ჩემი ინტერესი გადაკვეთა ვიპოვო იმასთან რომ დავამოტივირო ჩემი თავი რომ ამითი აღფრთოვანებული რაა, მაგრამ დაინტერესებული და მოტივირებული ვიყო. ნუ გარდა იმისა რომ ფული მიყვარს და ჩაკირკიტება და ასევე მოდული მაქვს ჩასაბარებელი, მაგრამ მაინც ხო და ესეთი ფიქრები მაქვს ძილის წინ.